დღეს 27 სექტემბერია, დღე, რომელმაც 5 წლის წინ სამხრეთ კავკასიის უახლესი ისტორია შეცვალა. 2020 წლის ამ დღეს დაიწყო 44 დღიანი ომი, რომელმაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 100,000-ობით ადამიანი კი დევნილად აქცია და რეგიონის გეოპოლიტიკური რუკა სამუდამოდ შეიცვალა. 5 წლის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი რეალობის წინაშე დგას. ომის შედეგად აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღსა და მის მიმდინარე ტერიტორიებზე სრული კონტროლი აღადგინა, რასაც 2023 წელს არცახის სრული დეარმენიზაცია მოჰყვა. დღეს დილიდან სომხეთსა და დიასპორაში 44 დღიან ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივს მიაგებენ. ერევანში იარაბლურის სამხედრო პანთეონში, სადაც ომის გმირები არიან დაკრძალულნი, მთელი დღის განმავლობაში არ წყდება მოქალაქეების ნაკადი.